მოგესალმებით, დღეს 6 აპრილია, 4 შაბათი, თქვენ უყურებთ ყოველდღიურ რეალურ სივრცეს, მე მისი წამყვანი ნინო ზაუდაშვილი გახლავართ. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც 274 ჟურნალისტს აერთიანებს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს. ბოლო პერიოდში ჟურნალისტებმა არაერთხელ გამოთქვეს წუხილი იმის გამო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და მათგან კომენტარის მიღება გართულდა. გვესმის, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირების გრაფიკი დატვირთულია, თუმცა საზოგადოებასთან საუბარი ამავე გრაფიკის ნაწილი უნდა იყოს. ჟურნალისტები სწორედ მოქალაქეების ინფორმირებისთვის საჭირო კითხვებს სვამენ. ხელისუფლება საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულია, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ორმაგ მნიშვნელობას იძენს ნათქვამია წერილში. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ნატა ძველიშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ინგა გრიგოლია, TV პირველი ჟურნალისტი, ნინო ზურიაშვილი, სტუდია მონიტორის რედაქტორი და სალომე ასათიანი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. უღრმესი მადლობა ქალბატონებო ჩემთან მობრძანებისთვის, ძალიან სასიამოვნოა თქვენი ნახვა სტუდიაში და ნატა დავიწყოთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ღია წერილის ასე ვთქვათ განხილვით, რამ გამოიწვია, რატომ გახდა ეხლა საჭირო ამ წერილის მიმართვა პრემიერ-მინისტრისთვის. მოგესალმებით მეც პირველ რიგში. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამავე წერილში ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე მედია საშუალება მომართა ქარტიას და გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ კომუნიკაცია ხელისუფლებასთან გართულდა. გარდა ამისა, ალბათ ჟურნალისტებისთვის ცნობილია და საზოგადოებისთვის ნაკლებად ის, რომ მთავრობის კანცელარიაში ადგილი, სადაც მინისტრების ჩაწერა იყო შესაძლებელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მე-12 სართული დაიხურა ჟურნალისტებისთვის, მოეწყო მართალია მედია ცენტრი მესამე სართულზე, მაგრამ მინისტრი იქ ჩადის მხოლოდ მაშინ, როდესაც მას სურს. თუ მინისტრს არ სურს კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ ის იმ წუთას არ არის, ასე ვთქვათ, არ სურს მას, რომ უპასუხოს ხასიათზე არ არის, ასე ვთქვათ, მას არ აქვს არანაირი ვალდებულება, რომ ჩავიდეს მედია ცენტრში. მაშინ, როდესაც აქამდე ჟურნალისტები ელოდებოდნენ სხდომის დასრულებას და ფაქტობრივად ეს იყო ერთადერთი ადგილი, როდესაც შეგეძლო დაგეჭირა მინისტრი და გეკითხა მისთვის ყველა ის კითხვა, რაც საზოგადოებას აწუხებს. სწორედ ამიტომ, როცა დაგროვდა ეს პრობლემები, ქარტიამ გადაწყვიტა, რომ ღია წერილით მიემართა პრემიერ-მინისტრისთვის, თუმცა ამავე წერილით საშუალება მივეცით ჩვენ არაწევრ ჟურნალისტებსაც, რომ შემოერთებოდნენ ამ განცხადებას და ვისაც აწუხებს ეს პრობლემა, ყველა ხელმომწერი გამხდარიყო და ხვალ უკვე ჩვენ ოფიციალურად მიმართავთ პრემიერ-მინისტრს. დაგდედაც მე ვიცი საზოგადოებრივი მაუწყებელი სრულად შეუერთდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი უერთდება მთლიანად ამ განცხადებას. მე მგონია, რომ ეს არ არის რომელიმე კერძო ერთი მედია საშუალების პრობლემა, წელს არის საარჩევნო წელი და კიდევ უფრო მეტად არის საჭირო მედიასთან კომუნიკაცია. მე მგონია, რომ ხანდახან ხელისუფლებას ავიწყდება ის, რომ ის ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან. საზოგადოებას კი ესაუბრება სწორედ მედიის საშუალებით და ჟურნალისტები არ სვამენ მათ პირად საჭიროებებზე კითხვებს. ჟურნალისტები სვამენ კითხვებს სწორედ ისეთ კითხვებს, რაც საზოგადოებას აწუხებს და ხელისუფლება ვალდებულია ეურთიერთოს საზოგადოებას, ჩააბაროს ანგარიში და უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რაც მას აწუხებს. მეც ჩავერთვები ზუსტად ერთი დეტალი მინდა დავამატო. ქეთი ხატიაშვილმა თავიდან მოგმართა ქარტიას, კი, პრაიმ ტაიმის რედაქტორმა, რომ ძალიან შეწუხებული იყო ამ შემთხვევაში ის თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობით და თქვა, რომ განაზოგადეთო, მე არ მსურსო, რომ მარტო ჩვენზე იყოსო ეს წერილიო და მიმოიხედეთო კიდე სხვებსაც აქვსო და რაღა დაგიმალოთ და იქვე ვიყავი მეც, რომელიც სტუდია მონიტორიდან ვარ და ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს ამ კუთხით. მე შემდეგში გამახსენდა სალომეს პოსტიც, რომელმაც სულ მაინტერესებდა ძალიან მომწონს სალომეს გადაცემა და ძლივს ერთი ცალი ესეთი ჰართოკის ქართული შესატყვისი რა ვიცი როგორი თარგმნება თუ ნუ თარგმნის გასაგებია ყოველს ჰართოკიანო ისეთი ხო ანუ რაღაცა ძიმე კითხვები ანუ კრიტიკული შეკითხვები აი მოკვლევაზე დაფუძნებული შესწავლაზე დაფუძნებული კითხვები ის კი არა მიმდინარე მოვლენებზე ასე და სულ მაინტერესებდა რამდენ ხანს ასე ვთქვათ გაკიჩავდა მოდი ასე ვთქვათ მე ნახე და იმ წუთას გავიზიარე მე სტატუს
რესურსი, იმიტომ რომ სრულიად ვეთანხმებოდი მის სულისკვეთებას და ასე მგონია რომ ამოთქვა ის რაც მე მაგალითად არ აი ეს მაინტერესებდა ნინო აუცილებლად მინდა მეკითხა თქვენთვის იმიტომ რომ სტუდია მონიტორი ალბათ საჯარო ინფორმაციის ვთქვათ მოკვლევაში და მიღებაში საკმაოდ დიდ პრობლემებს აწყდება. პირდაპირ გეტყვით და როგორც კი იგებენ სტუდია მონიტორს ჟურნალისტური გამოძიება აი პირველი შეძახილი არის პრეს-ცენტრების და მე რა თქმა უნდა ეს ძალიან გვირთულებს იმას რომ რამე კითხვაზე პასუხ ან წერილობით რაღაცა წყალ-წყალა რაღაც ძალიან ნეიტრალურ პასუხს რას იმიზეზებენ ძირითადად მე მაინტერესებს მიზეზები ჟურნალისტური გამოძიება ესე გვეკითხებიან და რა გაინტერესებს და რაღაც და აი დაახლოებით თუ სადმე მოინდომებ რომ გადაეღობო მინისტრს და ჩაუსაფრდები რომ იქნებს რაღაცა საჯარო შეხვედრაზეა და ნახტომში დაეწიოს ჟურნალისტი აი ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა 10 წამიანი კომენტარი მიიღო თუ არა და პრინციპში ჩვენ ვერ ვახერხებთ მე მინდა ერთი ძალიან ცუდი შედარება გავაკეთო გავიხსენო შევარდნაძის დრო მე რა თქმა უნდა არ მენატრება ის დრო იმ დროის ჟურნალისტი ვარ და აი ჯამლეთ ბაბილაშვილი და ის აი იმ დროის ისინი რო იყვნენ რა ქვია ჩინოვნიკები რომელთა მართლობად საბოლოოდ შეფასდა როგორც ძალიან ცუდით და კორუმპირებულით ისინიც კი მართავდნენ ბრიფინგებს და რაღაცა ტიპის მორიგეობით პრეს კონფერენციებს ანუ კომუნიკაცია მეტი იყო საზოგადოებაში რომ ყოველ შემთხვევაში მახსოვს რომ იმართებოდა იმ პერიოდში პრეს კონფერენციები აი ისეთი კი არა საკითხთან დაკავშირებული არა საკითხთან დაკავშირებული კი არა რაღაც თვეში ერთი თუ თვეში ორი არ მახსოვს ზუსტად ეხლა ეს პერიოდულობა მაგრამ იქ ყველა შეეძლო მისულიყო და რაღაცა ტიპის თავისი კითხვა დაესვა აი რაც წეღან ნატამ აღწერა კანცელარიაში ეს ძალიან მინდა რომ ამას ჭრიან ჟურნალისტები და არაჩვენებენ აი კატეხილი ცივილ-კივილი ჟურნალისტებს შორის ატეხილი ასე თქვათ ერთმანეთში რწმევა მიკროფონების მუჯლუგუნების ცემა აი იქ რაც ხდება არ შეიძლება ერთხელ ყველამ ერთად ვაჩვენოთ რაც იქ ხდება იქ კადრის მიღმა მე პირდებით რომ ჩვენი ოპერატორი სერიოზულ შარში გაეხვა კი ნახავ სხვა ოპერატორთან და რომ ეს ჩემი ადგილი იყო ეს მე უნდა მეკითხა შენ რატო ჩამეფარე ხო და ნუ ეს აჟიოტაჟიც აღარ არის ეს ხო შეიძლება სიმართლე არასოდეს სიამოვნებს როცა ამ ტიპის კადრები გადის ეთერში იმიტომ რომ ესეც ქმნის ერთგვარ სტერეოტიპს ეს არის ყოველდღიური ცხოვრება ვისაც უნდა რომ რაღაცნაირად დააბალანსოს თავისი მწვავე კონტენტი რაღაცნაირად დააბალანსოს რაღაცა პასუხი მოიპოვოს აღარ დავეძებთ მძიმე შეკითხვებზე სერიოზულ პასუხებს რაღაცა რომ ვიღაცამ არ მოგვდგეს და არ გითხრას რომ შენ დაუბალანსებელი სიუჟეტი გაქვს ამისგან თავდაცვა აგვინდა და აი ეს არის ახლა სალომე მძიმე პრობლემა მძიმე კითხვები რავი ძალიან გვენატრება ამ კითხვებზე პასუხის მოსმენა. თქვენ გადაცემას ქვია ინტერვიუ და სტუმრად იწვევთ ყველას, ვინც გავლენას ახდენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას და პასუხს აგებს ჩვენს წინაშე. ყავთ ასეთი სტუმრები? მადლობა რომ ამ განაცხადით დაიწყეთ ეს მართლაც არის ანოტაცია ჩვენი გადაცემისა თუმცა მე პირადად მე სწორედ აქ ვხედავ მთავარ პრობლემას იმ ყველაფრისაც რაზეც ჩვენ დღეს ვცდილობთ ვისაუბროთ სწორედ ეს ჩვენ გააზრებული ქონდა ცხადია როცა ჩავიფიქრეთ ეს პროექტი ეს რამდენიმე თვეა რაც ეთერში ვართ გადაცემა ინტერვიუ და ჩვენი ჩანაფიქრი იყო სწორედ ის რომ ერთ ან ორ კონკრეტულ საკითხს ჩაუღრმავებოდი ჩვენს რესპონდენტებთან ერთად, რომ რაც შეიძლება სერიოზული, სიღრმისეული და არსობრივი საუბარი გამოსულიყო და ის ჩემი პოსტით, ჩემი Facebook-ის სტატუსით, სწორედ ანგარიშვალდებულების გაზრდას ემსახურებოდა და ამ ასპექტის, ესე ვთქვათ, ამ ასპექტზე მინდოდა აქცენტი დამესვა, ჩივილი კი არ მინდოდა, რომ ჩვენთან არ მოდიან და რაც უდია რომ არ მოდიან. ჩვენ უნდა რაღაცნაირად მივახციოთ იმ მდგომარეობას, როცა პოლიტიკოსების ჟურნალისტებთან მოსვლა ინტერვიუ იქნება ეს თუ სიუჟეტი იქნება ჩვეულებრივი რამ და ისე კი არ იქნება რომ აი მოვა და შემდეგ ჩვენ მადლობას უხდით და პატივი დაგვდეს ეს არის მათი აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვალეობა და ვალდებულება როგორც ჟურნალისტის მოვალეობა რომ დისკომფორტი შეუქმნას პოლიტიკოს და დაუსვას ის კითხვები და იმ თემებზე კითხვები რომლებიც მაგალითად მე მომახსენდება ხოლმე ჩემი ერთი მენტორის რადიო თავისუფლებაში BBC-ის ვეტერანი ჟურნალისტის პირველი ფრაზა რომელიც მან მითხრა მე რომ გავიცანი ნიუსი არ არის ის რაც ითქმება პრესკონფერენციაზე ნიუსი არის ის რაც არ ითქმება პრესკონფერენციაზე ჩვენი ფუნქცია ის რომ სწორედ ის ვთქვათ და ის
ვაცნობოთ მოქალაქეებს და ამორჩეველს, რასაც რის დამალვასაც პოლიტიკოსები ცდილობენ და პოლიტიკოსი ვალდებულია ყველა კითხვას, მძიმე კითხვას გასცეს პასუხი. მე პირადად ჩემი გუნდი არაჩვეულებრივი მართლა ყველანაირად ცდილობთ რომ ხარისხი შევინარჩუნოთ, ნამდვილად ბევრს მუშაობ, ყველა კითხვას ვცდილობ რომ რაღაც საფუძველი კონდეს. ეხლა ესეც ვერ დავიჩივლებ რომ არავინ არ მოდის, ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარი ყავდა, ყველაც გვეყოლება, თუმცა ქონდა კონკრეტული პრობლემები, ძალიან მოკლედ შემიძლია გესაუბროთ, მაგალითად ენერგეტიკის სამინისტროსთან, როცა გაზპრომთან იყო მოლაპარაკებები და ძალიან ბევრი ბუნდოვანება ახდა ამასთან და საზოგადოებამ უბრალოდ არ იცოდა რა ზეა მოლაპარაკება, შემდეგ იცვლებოდა ეს მესიჯები, მაშინ უარი მივიღეთ ენერგეტიკის სამინისტროსგან, ასევე პრობლემა ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროს გაფიცვებთან მიმართებით, მოგეხსენებათ რა ხდებოდა ჭიათურაში, როცა დაიხურა მაღარო, შემდეგ ტყიბულში გაფიცვები, რა მდგომარეობაა ზოგადად ჩვენთან შრომით პოლიტიკასთან მიმართებით, ხო, როგორ პირობებში უწევთ მათ მუშაობა, თქვენ ამას აშუქებთ სულ და ნამდვილად ეკოლოგიალური მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდებოდა ანგარიშვალდებული პირი, გადაწყვეტილებული პოლიტიკის გამტარი პირი, რომელსაც უბრალოდ კითხავდით, რომ რატომ არის რომ შრომის ინსპექცია დღეს რო შევიდეს მაღაროში და უბრალოდ ცუდი პირობები კი არ აღწეროს, აი დაინახოს რომ აქ ხვალ მუშა მოხდება და დაიღუპება, დამარცხდება. ამ ინსპექციას მაინც არ აქვს არაფრის შეცვლის ვალდებულება და ის მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება. ანუ ბევრ თემაზე არის. ანუ სად არის ზუსტი წერტილები და სად შეიძლება გაძლიერება პოლიტიკის? ეს უნდა მოქალაქეებმაც იცოდნენ რა ვითარებაა დღეს ამ კუთხით. ჩვენ შემოგთავაზეს შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილეებმა უარი გვითხრეს მოსვლაზე. ასევე უარი გვითხრა ბატონმა ზურაბ აბაშიძემ, როცა გვინდოდა კარასინ აბაშიძესთან დაკავშირებულ ფორმატის გარშემო შექმნილ კითხვებზე პასუხების მოსმენა, მოგეხსენებათ კარასინის ცნობილი მუქარის შემცველი განცხადებების შემდეგ და აუღებელი ციხესიმაგრე, ალბათ აქ ვეტერანი ჩემი კოლეგები ბრძანდები, ძალოვანი სტრუქტურები. გეთახმებით სრულიად სალომე, იმიტომ რომ ეს და ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, კიდევ შთაბეჭდილება ამას ალბათ სადია ჩემი პროდიუსერები უფრო უკეთი საუბრობდნენ ამაზე, მათ უშუალოდ უწევთ შეხება პრეს-ცენტრებთან და ამ უწყებებთან, მაგრამ ნამდვილად გვექმნება ჩვენ შთაბეჭდილება, რომ ხშირ შემთხვევაში პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ აი სწორედ გადაწყვეტილების მიმღები პირი, ვინ არის, სად არის, აი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, როცა საქმე ეხება მაგალითად მოსმენებთან დაკავშირებულ გამოძიებას, გვინდოდა დაგვესვა შეკითხვა, რატომ არ მოხდა აქამდე გაწმენდა ამ ორგანოების არამხოლოდ ის, რომ ეხლა რა ხდება და რატომ გამოჟონა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ მთელი პროცესის, რომელიც სადღაც დაიწყო და დღემდე ხშირად გვაქვს სწორედ აი ამ ჩვენ ანოტაციასთან ხან მეცინება ხოლმე არც ისე ბევრი პირია ალბათ, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს პოლიტიკურ პროცესზე და ის კრიტიკა, რომელიც მუდმივად ისმის ჩვენი ხელისუფლების მისამართით, კრიტიკოსების მხრიდან, რომ ბუნდოვანება და გაუმჭირვალება არის თავარი მახასიათებელი. მოგეხსენებათ არაფორმალური მმართველობის პრობლემის ფონზე, ეს ხშირად ჩვენს ასე ვთქვათ ყოველდღიურ საქმიანობაშიც იჩენს თავს, იმიტომ რომ შეიძლება გითხრას მოვალ, მე ვიღაცა შეუთანხმდეს, აღარ მოვიდეს და ნუ მოკეთ აი ასეთი ტიპის ბუნდოვან პრობლემებსაც ვაწყდებით ხშირად. აუცილებლად დაგიბრუნდებით სალომე, ინგა. მე შენი სტატუსიც მახსოვს. ზუსტად იგივე შინაარსის, მე მგონი აქ შეკრებილები აბსოლუტურად ვთანხმდებით, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ნამდვილად დგას ქართული მაგრამ მე მახსენდება რომელი ერთი, მაგრამ ეს განსაკუთრებული. ინგა, მე რამდენიმე პერიოდის წინ მინდა დავბრუნდე იმ დროში, როდესაც შენ რეაქციას უძღვებოდი ბრწყინვალედ, გადაცემა ქონდა ასეთი ტელეკომპანია იმედში და მახსოვს, რომ მაშინაც ძალიან დიდი პრობლემა იყო რესპონდენტებთან. მაშინ დაიწყო თუ დაიწყო რეალურად პრობლემა, იმიტომ რომ არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა, მაშინ როდესაც პირველად მეორე ნახევარი იმ ავაცახსენებელ დღეს აღმოჩნდა ცარიელი, ანუ ცარიელის სკამები ვაჩვენე და ვთქვი, რომ მახსოვს თქო 2005 წელს მე სხვა ჩვენს სულ ბევრჯერ მიფიქრია და ჩემთვის დასკვნაც მაქვს გაკეთებული, რომ ეგ დღე აღმოჩნდა რეაქციისთვის საბედისწერო, ასე ვთქვა, საბედისწერო არაფერია, მაგრამ იმიტომ რომ დაიხურა. ეს დღე იყო უფრო მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე მე ვიღაცამ რაღაც თქვა და რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, როცა დავინახე ეს ცარიელის სკამები, ანუ პროდიუსერებმა მითხეს, რომ არ მოდიან, პრეს-ცენტრმა გითხრა, რომ თემას თუ შეცვლით მოვალთ, გადავწყვეტა, რომ მეჩვენებინა ეს ცარიელის სკამი და ვთქვი, რომ გამარჯობა აი ეს და ხო არ გაგონებთ 2005 წელს, როცა პირველად ბოიკოტი გამოაცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ თქო და არ მინდა რომ პარალელი გავალო, მაგრამ ზუსტად ასევე თქო ამ სტუდიაში ამავე გადაცემაში მაშინაც ცარიელის სკამები ნახა მაყურებელმა. აქედან დაიწყო მთელი პრობლემები. ანუ ჩვენ ამ კონტექსტში უნდა ვისაუბროთ არა მარტო იმაზე, რომ დაუშვათ არ მოდიან ინტერვიუზე, არ თანხმდება, არ გეუბნება დადებით პასუხს მაშინ, როცა მთელ ქვეყანას აინტერესებს,
მაგალითად გაზპრომის თემა ხო ეხლა რაზეც საუბრობდა მთელ ქვეყანას საინტერესებს იგივე კარასინის თემა და არა მარტო და ჭიათურა რომელიც ინგრევთ არ მოდიან არა მარტო ის რომ არ მოდიან არამედ გავლენებისადაც აქვთ იმ მედია საშუალებებზე ხელისუფლებაში მოსული ის პოლიტიკოსები რომლებიც წლების განმავლობაში სხვების ამ საქციელს აპროტესტებდნენ უკვე ამ გავლენების ამუშავებას იწყებენ მე მახსოვს რომ მაშინ როცა ეს ცარიელისკავები ვაჩვენე მეორე დღეს მთელი ქართული ოცნება დაირაზმა არავის დაეზარა იქ ხათუნა ჩარკვიანი იყო მე მგონი პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი თუ რაღაც ხათუნა სახელით შევიდა მიჩივლეს უცებ ქარტიაში გააკეთეს უცებ განცხადებები რომ ჟურნალისტმა მოიტყვა და მე სვამდი კითხვას რომ ტყუილი რა იყო ცარიელისკამები იყო ტყუილი ანუ ის რომ არ მოხვედით იყო ტყუილი თუ ტყუილი ის იყო რომ მე გავავლე პარალელი უკაცრავად ეხა თუ მეხსიერებაში მაქვს რაღაც 45 წლის ვარ და დიდი ხანია ტელევიზიაში ვმუშაობ და მაქვს ის რაღაც მოგონებები ხო შემორჩენილი აქედან დაიწყო რეაქციის პრობლემა ანუ რისი თქმა მინდა დავუშვათ არის მედია საშუალებები სადაც შეიძლება არ მოვიდნენ და ნუ არ მოვიდნენ და ამით დასწოდეს ჩემ შემთხვევაში მედია საშუალება რომელზეც ხელისუფლებას აშკარად აღმოაჩნდა გავლენები მერე განვითარებულმა პროცესებმაც ესაჩვენა იქ მოყვარა პირველი რიგის განცხადება ჩვენ ვემიჯნებით გადაცემის წამყვანს ეს ალბათ ახსოვს ყველას ნონსენსი იყო ეს და შემდეგ ის ანუ არა მარტო არ მოდიან არამედ თუ რაიმე არ მოწონდა ხელი თუ მიუწვდებათ რომ მოდი ერთი რა შენ გვერდით ჩაიწე ახლა იმიტომ რომ გრიგოლია ვიღაც იქს გრიგოლია არ მოგწონს რაღაც კითხვა არ მოგწონს თუ ასე შემდეგ არა მარტო არ მოვალ არამედ დაგხურა მე დღემდე ვარ დარწმუნებული რომ ეს ყველაფერი მოყვა სწორედ აი იმ ჩემს განცხადებას, რომელიც გავაკეთე და პარალელი გავავლე 2005 წელთან. და აღარ ჩავთვლი მე იმ კრიტიკულ რაღაც განცხადებებს, იმიტომ რომ აი უყურეთ, მე დღეს მქონდა 3 პირდაპირი ეთერი. 3-ვე გადაცემაში ერთ-ერთმა რომელიღაცამ ხელისუფლების მხარდამჭერმა ასეთი პრეტენზია გამოთქვა ეთერში, რომ ხალხო არ არის ყველაფერი ცუდად, მე მიხსნიდნენ. ხელისუფლებას იცით რამდენი მიღწევა აქვს ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში იქ რაღაცა ეკონომიკა და რატო არ აშუქებთ და მე ვთხარი რომ ეს მე როგორ უნდა გავაშუქო ჩემი ფორმატი თუ ითვალისწინებს ინტერვიუს და თუ მე სტუმარმა უნდა გამცეს შეკითხვაზე პასუხი და თუ არ მოდის მინისტრი თუ არ მოდის მინისტრის მოადგილე და თუ არ გრძნობენ ვალდებულად თავს და ანგარიშვალდებულად მაყურებელთან აი ჟურნალისტებს რატო აბრალებთ ანუ ქვეყანაში თუ კეთდება რამე კარგი და თუ ხალხამდე ეს არ მიდის ეს პირველ რიგში უნდა დააბრალონ საკუთარ თავს ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმიტომ რომ ჩაჭრეს გაწყლიტეს ყველანაირი კონტაქტი ჟურნალისტებთან და თქვენ წეგან საუბრობდით ქარტიის ამ განცხადებაზე მეც მე არ ვარ ქარტიის წევრი მაგრამ მოვაწერე ხელი ტელევიზიის სახელთან და ჩემი სახელთაც იმიტომ რომ ის რაც აქ წერია აი ეს კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ აჩვენებს რამ ხოლმე უბსკრული გაჩნდა ამ ჩინოვნიკებსა და ჟურნალისტებს შორის მე არ მაქვს უფლება დავასახელო სახელი და გვარი მაგრამ ერთი ჟურნალისტი მიყვებოდა რომელიც დახვდა ერთ-ერთ მინისტრს ცალკე ინტერვიუს ჩასაწერად რა მძიმე დღეში აღმოჩნდა მე ჟურნალისტი ამის გამო ანუ მინისტრის არა ერთი კიდე რაღაც სხვა შემთხვევა მინისტრის სრული თავდასხმის მოგერიება რომ დაჭირდა რომელმაც უთხრა რომ როგორ ბედავრო აქ მოდიხარ მე იქნება აქ იმიტომ რომ მინდა რომ ამოვისუნთქო და რატომ მადგებ ჟურნალისტებთან იმ პოლიტიკოსებმა რომლებიც მოვიდნენ ასე ტიპის ჟურნალისტური გამოძიებით თემებით სიმწვავით რასაც აშუქებდა მანამდე მედიის პატარა მაგრამ რაღაც ნაწილი დღეს იგივე წარმომადგენლები ამბობენ ნუ არ სამ კონტაქტს ესაა ძალიან ცუდი ეს დაარყავს პირველ რიგში მათ იმიტომ რომ დაუბალანსებელი მოეჩვენებათ ყოველთვის ყველა გადაცემა და ყველა რეპორტაჟი სადაც თვითონ არ იქნებიან რა თქმა უნდა ეხა მამაჩემი ვერ დაჯდება ხო ბუნებრივია და ეხა ვერ ილაპარაკებს დაუშვათ გაზპრომის თემაზე უნდა დაჯდეს კომპეტენტური პირი ეხლა მithumetes იცით რა მაქვს მე ვერ ვიტყვი რომ მაქვს დავუშვათ საპარლამენტო შემადგენლობაზე ალბათ არჩევნების მოახლოების პარალელურად ეს ნელ-ნელა შესუსტავ სამთავრობო გუნდი ჩემთვის პრაქტიკულად მიუღწეველია. როცა ეხლა იყო სკანდალი, ფარული კადრებით, შანტაჟი და მუქარა და მთელი ეს უბედურება, მარაზმი, რაც ვიცხოვრეთ ყველა მერტად 3 კვირა და იმედი მინდა დავიტოვო, რომ აღარ გამეორდება, თუმცა მე ეჭვება, მაგრამ მაინც მქონდა მცდელობა, რომ ძალოვანი სტრუქტურებიდან მოგეთხოვა ინტერვიუ, იცით სადამდე ჩავწერ, არ მინდა პირდაპირ ეთერი, აი მოვალ და ინტერვიუს ჩავწერ. მქონდა სურვილი რომ ინტერვიუები მიმეღო შესაბამის სტრუქტურებიდან და
არასერიოზულად მიიღეს ეს ჩემი შედეგი, რა სისულელია. არა გამორიცხულია, გამოძიება მიდის. ანუ როცა რაღაც ხდება ამ ქვეყანაში, მაშინ ეს ადამიანები კომენტარს არ აკეთებენ. მე ამბობენ, რომ მედია ებრძვით მათ. მედია არ ებრძვით, მათ ებრძვით საკუთარი გაუცხოება. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ არჩევნები მოდის და თურმე ეხა მე დღეს ვიღაც რესპონდენტი მიხსნი და სოფლის მეურნეობაში რაღაც მიღწევებს და ეს არავინ არ იცის. რანაირად უნდა იცოდე? თუ თვითონ არ მოვლენ ნატა, კი გისმენთ კი, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ცალკე ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებისგან გამოირჩევა კიდევ უფრო მეტად უდიერი დამოკიდებულებით ჟურნალისტთან. თუ მაგალითად მინისტრთა კაბინეტი უარს გეუბნება კონსტრუქციულად და გადაგიდებს, გადაგივადებს, რაღაცა შესაძლებელი ალტერნატივა შემოთავაზა, წერილს მოგწერს, სადაც პასუხი არის, მაგრამ პასუხი არ არის რეალურად. პასუხი არის, მაგრამ არის კონტრჩეკითხვა, რომელზედაც შემდეგი პასუხი რა თქმა უნდა, აღარ გაქვს იმის საშუალება, რომ ჩაეძიო, ჩაეკითხო, კრიტიკული კითხვა დაუსვა. ეს იქით იყოს ადგილობრივი ხელისუფლება უდიერად ეპყრობა ჟურნალისტს, შეურაცხყოფას აყენებს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ეხლა კახეთის საინფორმაციო დამბის გამოძიებაც არ ხდება, რას ფავარებდა, რომ მეწერილში წავიკითხე, რომ ძალიან ბევრი ფაქტი. გვაქვს ჩამოთვლილი რამდენიმე ფაქტი, როდესაც მოხდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა. მინდა საზოგადოებისთვის თქვა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში გვაქვს 154 მუხლი, სადაც პირდაპირ წერია, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლა არის დასჯადი. ეს ნიშნავს იმას, რომ საკანონმდებლო დონეზე კარგად არის გაცნობიერებული ის, რომ ჟურნალისტი არ არის პირადი ინტერესის გამო იმ კონკრეტულ ადგილას მისული, სადაც მუშაობს. ის ეგ თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს, რაც გულისხმობს საზოგადოების ინფორმირებას და ინფორმირებული საზოგადოება, რა თქმა უნდა, ინფორმირებული საზოგადოება ეს არის საერთკენას უნდა მივიხრწოდეთ და ყველას უნდა გქონდეს სურვილი, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული, ხომ? აი ამ დროს ჩვენ ვხედავთ ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ჟურნალისტს. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება, აი ეს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად არ მუშაობს. თუ იწყება გამოძიება ამ მუხლით, აუცილებლად მოხდება მისი გადაკვალიფიცირება, ან თუ არ ხდება გადაკვალიფიცირება, გეუბნებიან, რომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა გამოძიება. მე ვიცი რა. ნინო აუცილებლად კი, თქვით აუცილებლად აი მაგ მუხლში წერია, მე ერთ-ერთ სემინარზე მოვისმინე და მაგას უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი რაღაცა იურიდიული რაღაცა ეშმაკობა, რომ ჩავიხედოთ ახლა მაგ მუხლში წერია, რომ ეს ხელის შეშლაში იგულისხმება თუ გავრცელებაში შეგიშალეს ხელი. მაგრამ თუ მოპოვების დროს შეგიშალეს და ძალიან რაღაცნაირი დასახვეწი მუხლია, ჩვენ ეს ყველაფერი აგვიხსნა იურისტმა, რომელიც ადრე პროკურორი იყო და მე იურიდიულ დოკუმენტში არსებობს სპეციალური არსებობს. თუ ყოველთვის წაკითხვა შეიძლება ისე როგორც საჭიროა. სალომე, როგორ უნდა მოიქცეს მედია ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა დაიცვას მან თავისი უფლება? მე მგონია, რომ ამ პრობლემებს, რომელზეც ჩვენ ახლა დღეს ვსაუბრობთ, ძალიან ღრმა და ხანგრძლივი კონტექსტი აქვს თავისი. ახლა რადიო თავისუფლებისთვის ეს ცხადია, ნამდვილად არ არის სიახლე. მიხეილ სააკაშვილი მაგალითად რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს სისტემატურად უარსებობნებოდა ინტერვიუზე, ყოფილა შემთხვევები, როცა ის პრაღაში იყო, სადაც ჩვენი სათავო ოფისია, საიდანაც ეს ჩვენი ახალი პროექტიც მაუწყებლობს, პრაღა, თბილისი. და ჩემი კოლეგები შუა ღამემდე ელოდებოდნენ, როდის დაგვირეკავდა, მაგრამ ბოლო მომენტში უარი უთქვამს ხანდახან პირდაპირ. ეს ეხლა არ დაწყებულა ცხადია და მე მგონია, რომ ჩვენ ყველა შეცდომას უშვებთ იქ, როცა გარკვეულწილად მაინც ვადარებთ წინა ხელისუფლების პერიოდში არსებულ ავტორიტარიზმის სტრუქტურას დღევანდელობასთან, იმიტომ რომ ასეთ შედარებისას ყოველთვის რა თქმა უნდა გვეჩვენება, რომ ახლა მეტი გახსნილობა, ახლა მეტი ღიაობა. არის საუბარი, რომ თავისუფლება დღეს მედია გაცილებით რა თქმა უნდა, მე მაგალითად არ მოვისწრება ის ენთუზიაზმი, როგორც გამოეხმაურა საზოგადოება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს პრესკონფერენციების გამართვის ტრადიცია ჰქონდა მათ გახსოვთ, როცა ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო, იწევდა ჟურნალისტებს და ეს იყო აღქმული როგორც რაღაცა ღიაობის და სიახლის, ასე ვთქვათ, ნიმუში. ესე იყო ერთი მხრივ, მაგრამ არ უნდა დაგვაიწყდეს ის თუ როგორ ელაპარაკებოდა ის ჟურნალისტებს იქ, ხო, უწოდებდა პოსტალიონებს, უწოდებდა დაგვიმებულებს, მიშას მონატრებულებს, ასე შემდეგ. მე მგონია, რომ აი ეს დიდაქტიკური ტონი, ასე ვთქვათ, ივანიშვილისაც და ბევრი სხვისაც, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, თავისთავად არის სიმპტომი და გამომხატველი იმ ძალიან დიდი პრობლემისა, რაც ჩვენს დღევანდელ რეალობას ახასიათებს, კერძოდ იმის, რომ მედია საქართველოში ვერა და ვერ ჩამოყალიბდა
დამოუკიდებელ აქტორად, დამოუკიდებელ ინსტიტუციად, რომელსაც პოლიტიკური ძალებისგან განცალკევებით ექნებოდა თავისი ძალაუფლება და ასე განახორციელებდა თავის ქმედებას. ახლა ჩვენ როგორც ვიცით, მთელი პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში გავლენიანი მედია ფლობელები ყოველთვის იყვნენ ალიანსში ამა თუ იმ ფორმით, ან სახელმწიფო წრეებთან, ან ოპოზიციას. ახლა ცხადია, კუნძულები იყო, ოქროს კუნძულები, სტუდია მონიტორი, ნეტგაზეთი, კიდევ რამდენიმე სხვა, მაგრამ საერთო სურათი ამით არ იცვლებოდა და ჩვენ ისიც გვახსოვს, როგორ იყო მედია დანამატი და ხშირად მავნებლური დანამატი, თქვათ, პოლიტიკური ძალების ხელში და ახლა მართლა არ მინდა გავიხსენო ის ყველაფერი, რაც ჩვენ გამოვლილი გვაქვს, შტატივზე დადგმული კამერით გადაღებული ტერაქტები და ასე შემდეგ, მოდელირებული ქრონიკები და ასე შემდეგ. მე მგონია ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, გარკვეულ სიმპტომებს ვხედავ, რომ მედია იწყებს ახლა გაძლიერებას. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გამოცდილებით, რაც შემიძლია ვთქვა, აბსოლუტურად არანაირი არათუ ცენზურის მსვლელობა, ჩარევა, კითხვასაც კი არავინ არ მისვამს საზოგადოებრივი არხიდან. ვის ვიწევ, რას ვეკითხები, როგორ ასეა ჩვენთანაც მე ეს მინდა დავადასტურო. ეს ძალიან დიდ მიღწევად მეჩვენება, თუმცა ყველა ეს მიღწევა მედიაში მეტი პლურალიზმია, რასაკვირველია, მაგრამ ეს ყველაფერი არის მყიფე ძალიან. მე მგონია, რომ ჩვენ ნებაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ჟურნალისტების პრინციპულობაზე. ჩვენ არ ვიცით, რას მოიტანს არჩევნები, ეს შეიძლება, ეს არ არის შეუქცევადი პროცესი, ძალიან მარტივად შეიძლება უკანაც წავიდეს და ისევ ისეთი რეალობა მივიღოთ, როგორიც არის, მაგრამ დისტანცირება პოლიტიკური ძალებისგან არის აუცილებელი და მედიამ თავისთავად უნდა მოიპოვოს გარკვეული ქვემოდან ზემოთ წამოვა ეს პროცესი ცხადია, ხო უცბად ეს ინსტიტუციურად ვერ მივიღებ ჩვენ ვერც BBC-ს და ვერც სხვა ცნობილ მაგალითებს დამოუკიდებელი მედიისა, მაგრამ აი ეს უდიერი დამოუკიდებულება ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური ელიტის მხრიდან ხელისუფლება იქნება თუ ოპოზიცია მედიის მიმართ შეიცვლება. სალომე, ხო მე ვერაფრით ვერ, რა თქმა უნდა, მით უმეტეს 21 საუკუნეში, სადაც მხოლოდ ტელევიზიის და ტელევიზორის იმედად არ არის საზოგადოება. სალომე, სანამ ჩვენ დავემშვიდობებით მაყურებელს, აუცილებლად მინდა დავაანონსო, ხვალ არის შენი პირდაპირ ეთერი, მე ძალიან მაინტერესებს, ხვალ როგორი სიტუაცია გაქვს ეთერში. ხვალ გვექნება საინტერესო სიტუაცია, ვინაიდან ვარ ვღებთ ფორმატს, მე ხა თბილისში ვიმყოფები და ხვალ გვექნება პარლამენტის თავმჯდომარესთან ბატონ დავით უსუფაშვილთან, რომელიც სრულად უპრობლემოდ აქთან ხვდა ინტერვიუზე. დავით უსუფაშვილთან სხვათა შორის შეგაწყვეტინებ წარმატებულ ეთერს გისურვებ. დავით უსუფაშვილთან ინტერვიუს მიღებას ვცდილობ აგერ უკვე დაახლოებით 2 წელია. ჯერ კიდევ რეაქციის პირობებში ერთხელ როგორც იქნა დავით ახმედ პარლამენტის თავმჯდომარე და იმის შემდეგ ვცდილობ და ძალიან გული მწყდება, რომ წლების განმავლობაში, როცა მე მეკითხებოდნენ, ვინ არის შენთვის ნომერ პირველი პოლიტიკოსი, მე ვამბობდი დავით უსუფაშვილს. ჩემი დამოკიდებულება მისი პარტიის მიმართ არის სრულიად განსხვავებული, მაგრამ და ძალიან ღიად და პირდაპირ ვაფიქსირებ, რომ საერთოდ მიმაჩნია ერთ-ერთ პოლიტიკურ უზნეობად ის ყველაფერი, რაც რესპუბლიკელების წინააღმდეგ განხორციელდა, ანუ მე მათ პარტიულად არ ვებრძვი და არ ვერჩი, მაგრამ მე ვარ გაოგნებული, აი სწორედ ამით. მაგალითად, ეს ჩვენი დემოკრატი პარლამენტის თავმჯდომარე, ახლა უნდა გითხრათ ეთერში, ძალიან დიდი ხანია. აი უბრალოდ ისე კი არა პირდაპირ ეთერისთვის, აი უბრალოდ ჩაწერილი ინტერვიუსთვისაც კი ჩემთვის მიუღწეველი აღმოჩნდა. რასაც ვერ ვიტყვი მის პარტიაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამიტომ არაერთგვაროვანი, ამიტომ იცით რა შეა საქმე. აი უყურეთ, რადიო თავისუფლების პროექტი არის პრესტიჟული. იქ ინტერვიუზე უარის თქმა არის პრესტიჟული. მაგრამ დანარჩენი სხვა არხები უკვე, იმიტომ რომ ის სხვა რაღაცაა კიდე რა, რადიო თავისუფლება. შენ არ გაკვლახო. სხვა რაღაც საერთოდ ვერ მიმიხვდით ახლა რას გულისხმობ. არა, გასაგებია იქ. როგორც კი შენ მხოლოდ ელაპარაკები, აი იცი როგორ, ადგილ პატარა არხს თუნდაც, სადაც ახლა მე ვმუშაობ. იცით რა, იცი რა, რუსთავი 2 ეხლა ხო ებრძვის ყველა და გუშინ აი ვიცინოდე მთელი ток-შოუ გავმართე გუშინ რუსთავი 2-ის თემაზე. ხო, აი საინტერესო იცით რა იყო Facebook-ზე მქონდა გუშინ ღამე ток-შოუ. კი არ ვერჩი რუსთავი 2-ს, ჩემი მეგობრები არიან. შეხედე და მთელი პარლამენტის ხდომა იყო და დავწერე რომ რა ხდება პარლამენტის ხდომა გაქვთ. ანუ წარმოიდგინეთ აი რა მიდგომაზე ვლაპარაკობ. არ მომწოლ ხარ გერჩი, გებრძვის სასამართლო გაქვს, მაგრამ იმიტომ რომ შენ ხარ გავლენიანი მედია საშუალება, ხანდახან იძულებული ვარ რომ მე შენ გაგიგორო და მოვიდე. რა შეიძლება პატარა მედია? კი, მაგას ვამბობ სალომე. რა შეიძლება პატარა მედია საშუალებებს? არც ერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ძალიან ცოტა
თითებზე ჩამოსათველად თუ სწყალობს, ხოლო აქედან გამომდინარე კიდევ არის მეორე მომენტი რა, პოლიტიკოსები რომლებიც მოდიოდნენ ხელისუფლებაში თავისუფალი სიტყვის დაცვით და აი დროშების ფრიალით, რომ აი თავისუფალი სიტყვა დღეს გამკრალები არიან. აი რადარებიდან თუ ვინმე გაქრა მართლა რა ესეთი არ ქონია რომ ძალიან კომპლიმენტი ეუბნებია რომ მოგწონს თქვენი გადაცემა მაგრამ ვერ მოვა. წუხარ რომ ჩვენი საეთერო დრო ახლა მოიწურა მე ნინოსთანაც მქონდა ერთი შეკითხვა ერთ წუთში თუ მოასწრებ ნინო აბა რა ვიცი საარჩევნო პერიოდში როგორი უნდა იყოს ურთიერთობა მედიასა და სახელმწიფოს კიდევ უფრო აქტიური და ეხლა ყველანაირად როცა ცდილობენ ხან პირადი საიდუმლოს ეგიდით თუ იმისი საფარქვეშ ხან კომერციული საიდუმლოს 1000 რაღაცის გაკონტროლება გინდა საარჩევნო მარათონში ჩაბმული პირების მაგალითად რა ბიზნესშია ჩართული როგორ გამოიყენა სახელმწიფო ბიუჯეტი ეს ყველანაირად რაღაცნაირად ახერხებენ რომ დაფარონ ის ინფორმაცია რომელიც ყველაზე უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი არის საზოგადოებისთვის და მე ვფიქრობ რომ ეს ზოგადად არის წამგებიანი იმიტომ რომ ეს კითხვები მაინც ტრიალებს ჰაერში თითუმეტეს აბსოლუტურად გეთახმები იმაში რომ დღეს 21 საუკუნეში არ არის გამოსავალი და თავის დაღწევა იმიტომ რომ ეს თვითონ არაპრაგმატულია და არ არის ჭკუასთან ახლოს მათთვის რა ძალიან დიდი მადლობა მე კოლეგებო უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მორწანებისთვის იმის რომ დრო გამონახეთ ინგას ორი ეთერი ქონდა დღეს და მაინც მოვიდა ჩვენ და ძალიან მიხარია და კიდევ ერთხელ მინდა დავაანონსო რომ ჩვენ ამ თემაზე აუცილებლად შევიკრიბებით კიდევ ბევრჯერ სასაუბროთ იმიტომ რომ მედიას როგორც არასდროს ჭირდება ახლა ერთად გომა და ბოლო ამონარიდი მინდა ღია წერილიდან ეხლა მედია აბსოლუტურად გეთახმებით ვეჭვობ რომ ცოტა შეიცვლება მაგრამ ვერ უნდა გამოიყენონ ისე როგორც მათ ჩაფიქრდნენ ნუ შევაშინებთ ნინო ნუ შევაშინებთ ახლა ბოლო ამონარიდი მინდა ღია წერილიდან წავიკითხო რომელსაც ყველა სრულად მედია ქართული მედია უერთდება ბატონო პრემიერ-მინისტრო დარწმუნებულები ვართ რომ კარგად გესმით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და მედიასთან გამჭვირვალე კომუნიკაციის მნიშვნელობა რაც მოსახლეობის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების ნაწილია და მიგვაჩნია რომ თქვენ როგორც მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს შეგიძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოთ მთავრობასა და მედიას შორის კონსტრუქციული კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის უღრმესი მადლობა მოგზაურებისთვის ჩვენ კიდევ შევიკრიბებთ ამ თემაზე სასაუბრად ნახვამდის